მართლაც ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი საკითხებია და რაღაც ისეთ წყალგამყოფზე არის ახლა საქართველო, ხო? ან ახლა გადაწყდება სიტუაცია და ან შეიძლება დიდი ხნით ჩავიძიროთ ზუსტად იმ ჭაობში, რაც აი ამ ამერიკის სადაზვერვო დანაყოფის მოხსენებაშია. ეს არის რუსული გავლენის სფეროთ ფორმირება, რომელიდან გამოსვლასაც შეიძლება კიდე 30, 40, 50 წელი დაჭირდეს და ამდენი დრო უბრალოდ შეიძლება არც გქონდეს. რაზე არის საუბარი, ხო? ფაქტია, რომ ამერიკის საელჩოს გაკეთებულ განცხადებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ მესიჯებს მთავრობას კი არ გადასცემენ და ან არჩეულ პარლამენტს, ან დანიშნულ პრემიერ-მინისტრს და ასე შემდეგ, ხო? ესაუბრებიან ადამიანს, რომელიც ფორმალურად არაფერ პოსტს არ იკავებს, მათ შორის მმართველ პარტიაშიც კი, ხო? ეხლა საპატიო თავმჯდომარე, საპატიო რექტორი, საპატიო ხელმძღვანელი არის ნომინალური რაღაც, რომელიც შეიძლება უბრალოდ დიდი სპორტსმენი იყოს, ან დიდი ხელოვანი იყოს, მაგრამ არაფერი კონდეს საერთო პოლიტიკასთან. აი თვითონ ეს პოლიტიკური გარემო რომ არსებობს დღეს საქართველოში, რომელიც ამავდროულად არის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა, ნატოს ასპირაცია, იქ დასავლური მთელი ამბები, ხო, ტრიოში პირველი გახლდით ლიდერი სამხრეთ კავკასიაში დემოკრატიის ფორპოსტი. ახლა ზოგი ამას ქილიკით ამბობს დემოკრატიის შუქურა და ამ შემდეგ. კი ბატონო, იყო შეიძლება ბევრი გადაცდომა, მაგრამ საქართველოს ასე პოზიციონირებდა მაშინდელ მსოფლიოში და დღეს საუბარია იმაზე, რომ შენ ხელისუფლებას კი არ ესაუბრება. იმ მომენტისთვის არც თუ ადგილოდა დაუსახურებლად. ვიტყოდი არა მარტო რეგიონალურში, ბუნებრივია. სწორედ ეს არის დასავლეთიც თulis იმ წლებიდან გამომდინარე, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს და მოწოდებულია დემოკრატიული სახელმწიფოსკენ. ახლა თუ ჩვენ თვითონ დავარწმუნებთ, რომ ოღონდ ჩვენთან ითანამშრომლე რაღაც დერეფნის ფარგლებში, ოღონდ ჩვენ ავტორიტარიზმი გვექნება, ან თუნდაც რაღაც ისეთი, ხო, რაღაც ჰიბრიდული რეჟიმი, მაშინ ეს პირიქით ჩვენ მწისქვაზე არ ასხავს ნამდვილად ხო წყალს. პრობლემა ზუსტად ის არის, რომ 30 წლიანი განვითარების ფონზე საქართველოში შექმნილია სიტუაცია, როდესაც ესაუბრებიან არა ხელისუფლებას, არამედ თუნდაც ძალიან გავლენიან, მაგრამ არალეგიტიმურ პიროვნებას, ხო? არა აქვს მნიშვნელობა მის დამსახურებებს საქართველოს წინაშე, მის ქველმოქმედებას. დღეს ეს კაცი არჩეული ხომ არ არის, ხო? ბუნებრივია ის არ იკავებს არც ერთ სახელმწიფო თანამდებობას. არ არის ანგარიშვალდებული არც ერთი პროტოკოლით, ხო? იქნება ეს არჩევითობა, ხელისუფლებაში ყოფნა თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამიტომ ეს თავისთავად ტრაგედიაა. მეორე, როდესაც სადაზვერვო დანაყოფი ამერიკის თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი მსხვილი დანაყოფი ანგარიშში წერს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მმართველმა პარტიამ შექმნა სიტუაცია, რამაც გააძლიერა რუსეთის გავლენა საქართველოში. ეს დოკუმენტი ასე თავისთვის ხო არ დგება, ის მოსმენაზე წარედგინება კონგრესს, სენატის სათანადო კომიტეტს, აქ ფორმირდება პოლიტიკა საქართველოს მიმართ. აი ამაზე დაყრდნობით კონგრესმენები, სენატორები, ადმინისტრაცია, სახელმწიფო დეპარტამენტი უკვე ახდენენ არა მარტო მესიჯების გაჟღერებას, არამედ ზოგადად პოლიტიკის ფორმირებას და პოლიტიკის ფორმირება საქართველოს მიმართ უახლოეს წლებში წარიმართება ისე, რომ საქართველო არის რუსეთის გავლენა. ამაზე დაყრდნობით ამბობს ხოლმე ტრამპი, ჩვენ ძალიან სულ გულზე გვხვდება და ბუნებრივია აღარასდროს არ მინდა მოისმინო, რუსეთმა წაიღო საქართველო. თუ ეს სტატუს კვოთ დაინერგა და დადასტურდა პარალელურად მართალი იყო ხო თქვენი შენიშვნა ეს ხო ასე იზოლირებულად არ ხდება რომ ვიღაცას ესაუბრება რა ხდება უკრაინასთან დაკავშირებით ხო რა განცხადება გააკეთა დღეს ვლადიმერ ვლადიმერიშძემ ხო უბრალოდ როიტერმა გაავრცელა ხო რომ თითქოს სანაცვლოდ ითხოვს გარანტიებს რომ ნატო არასდროს გაფართოვდება აღმოსავლეთით მათ შორის საქართველოს მისამართით და სადმე მაგიდაზე დევს რომ ამ პირობებში პუტინს მოთხოვონ გარანტიები რომ ისიც არ გაფართოვდება სამხრეთით თქვა აი ეს გარანტიები ტრამპს თვითონ უნდა ახსოვდეს ჩვენ უნდა ვუდებდეთ მაგიდაზე ისევე როდესაც სირიის ესე იგი ამის სანქციების მოხსნის პროცესში ჩვენი მხრიდან უნდა მიმდინარეობდეს მუდმივი ზეწოლა ამერიკის გავლით რომ იქნებ სირიის ახლანდელმა ადმინისტრაციამ თუ ხელისუფლებამ უკან წაიღოს აღიარება აფხაზეთის და ჩვენ ამის ნაცვლად აი რაზე ვლაპარაკობთ ხო ამერიკის ადმინისტრაციასთან საუბრობთ რაღაც გაურკვეველ ფულის დახარჯვაზე საუბრობთ ქალი-ქალია თუ კაცი-კაცია ეს საკითხები მსოფლიომ გადაჭრა 50 წლის წინ ძალიან კარგად იცის რომელი სქესი რას წარმოადგენს და ჩვენ ამას ისე უბრუნდებით ხელოვნურად
იმიტომ რომ საქართველოშიც არ დგას ამის რეალობა. ეხლა სულ ერთი წამი რატო უბრუნდებით ამას ხელოვნურად? აი სწორედ რუსული გავლენით უბრუნდებით ამას ხელოვნურად. რუსეთის დიპლომატიაც, სამხედრო მანქანაც, სახელმწიფო აპარატის, მთელი ეს პუტინის ვერტიკალი ხელფეხშეკრული და გახლართულია უკრაინაში. მაგრამ ჭკუის რაღაც ნაწილი და ექსპერტიზის რაღაც ნაწილი მაინც შემორჩათ იმისთვის, რომ მიმხვდარიყვნენ, რომ ის პერიოდი, სანამ ისინი იქ იყვნენ დაკავებული, შესაძლოა საქართველოს და მოლდოვას და ნაწილობრივ სომხეთისას სწრაფად ინტეგრაცია მომხდარიყო, იმიტომ რომ სოფლიო ასე გულხელდაკრეფილი არ უყურებს არაფერს, ხო, ყველა თავის ბენეფიტს ეთებს. ამიტომ იმისათვის, რომ ეს ასე არ მომხდარიყო, სხვადასხვა ქვეყნებში გააძლიერეს საკუთარი გავლენა და სამწუხაროდ გამოუვიდათ საქართველოში. ძალიან სამწუხაროდ, იმიტომ რომ მოლდოვა სწრაფი ტემპით მოძრაობს, სომხეთი ჩვენზე უკან იყო სასტარტო პოზიციებით და ბუნებრივია მისი უსაფრთხოება ბოლომდე რუსეთზე იყო ჩამოკიდებული, მაგრამ ხედავთ აგერ იმავე აბზაცში წერია, რომ სომხეთი ფაქტიურად რუსეთმა დაკარგაო, აი იმ სადაზვერვო მოხსენებაში იმავე აბზაცში წერია და ისედაც ახლა თუ ვაკვირდებით, ხედავთ რომ როგორც კი სომხეთი ყარაბაღის ტვირთისგან გათავისუფლდება, კი და მზადდება სამშვიდობო შეთანხმება, რომელიც საერთოდ ყურადღების მიღმა გვრჩება ჩვენ და საუბარი არის სამხრეთი დერიფანის გადანაცვლებაზე, რაც სერიოზული პრობლემა იქნება ჩვენთვის. საერთოდ პოლიტიკური პროცესები გვრჩება ყურადღების მიღმა და კონცენტრირებული ვართ რაღაც უმნიშვნელო საკითხებზე.